Daytime friends and nighttime lovers, hoping no one else discovers. ძალიან გთხოვთ, მეგობრებო, ნუ უსმენთ Eminems. იმიტომ რომ ცოტა თვით მოიტყნა რა. წარმოიდგინეთ ტიპი სახლში ზის. სახლში ზის კი არა, ანუ მთელ ცხოვრებას უთმობს იმას, რომ თავისი რეპის კარიერა დახვეწოს, მისი კალამი დახვეწოს, წერის ტექნიკები დახვეწოს და ამ დროს შენ უბრალოდ მანქანაში მიდი ერთის ჩამერთეო. I'm not afraid, not afraid. დანის კიდე მოიცა. I'm sorry, mama. I'm hurt you. რა ვახართ, ჯანგურიებო. როგორც მივხვდით, დღეს გვექნება საუბარი Eminemზე. ოღონდ აი, რო ვიძახი რომ Eminems არ უნდა მოусმინო, ჩემი იდეოლოგია Eminemთან მიმართებაში არის ის, რომ Eminem-ი უნდა წაიკითხო. და თუ წაიკითხავ და გაარჩევ რაღაცებს, მე შეიძლება მოусმინო, იმიტომ რომ უფრო პროდუქტიული იქნება შენთვისაც, იქნებ ვიღაც სხვასაც მოანდომო Eminem's მოსმენა, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი მაგალითად Gen Z-ს ბევრად უფრო ნაკლებად აქვს მიდრეკილება Eminem-ის მიმართ, ვიდრე მაგალითად მილენიალებს. და თქმა უნდა თაობის თემაც არის, იმიტომ რომ ჩვენ დროს პიკში იყო ეგ. ჩვენ დროს რა, 2004 წელს იმის ვიყავ, 8 წლის ვიყავი, მაგრამ როგორღაც მაინც მოვიდა ჩემამდეც. და 6 წლის ასაკშიც მოვიდა ჩემამდე. იმიტომ რომ მახსოვს დეიდა ჩემის რაღაც VCD player-ზეც კი დისკზე Eminem-ის რაღაც ტრეკი იყო. დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის არტისტის ხელოვნებაში, ან არტისტის ხელოვანობაში, მის ჩამოყალიბებაში წერა. და რადგან მუსიკას ვეხებით, აქ არ გულისხმობ. ხო და ის თემა, რომ მაგალითად რაღაც ტრეკი გამოვიდა 2004 წელს და ეხლა 2026 წელია და შენ ისე 2004 წლის ტრეკს უსმენ, იგივე ვაიბით და იგივენაირი გრძნობებით, რომ Oh, I'm sorry mama, I never hurt you. არა, ეგ არტისტის შეურაცხყოფა? იმიტომ რომ ტიპი წლების მანძილზე რაღაც შრომას დებს, შენ კი მესმის რომ რაღაც ტრეკი მოგწონს, ერთი რაღაც კონკრეტული ტრეკი მოგეწონა, ჩართე, ბლა და წლების განმავლობაში ამას უსმენ და ეს გისწორდება. არ გინდა რომ შენი ყური დაიხვეწოს. მით უმეტეს თუ არტისტი ხარ, იმიტომ რომ არტისტისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს სხვა არტისტებისთვის მოსმენა და მათი რაღაც ტექნიკების გარჩევა, რომ მე როგორღაც ეგ თავისთვის გამოიყენოს, თავის არსენალს შემატოს. ერთი საინტერესო ისტორია მაქვს ამასთან დაკავშირებით. არ მახსოვს ეგ რეპერტუარის რომელიმე ვიდეოში მოვყევი თუ არა, მაგრამ პატარა რო ვიყავი დაახლოებით არ ვიცი 14 წლის მახსოვს რომ ინგლისური მაგ მომენტში უკვე ვიცოდი კარგად და შესაბამისად Eminems რო ვუსმენდი, ვცდილობდი რომ ეგ ტექსტები წამეკითხა და რაღაცები გამეგვა, მეთქი რას ბაზრობს ეს ტიპი საერთოდ რატო უსმენს ხალხი ამ Eminems და მარშრუტკაში კი არის ჩართული და დეიდა ჩემს და უშუალოდ ზარად კი უყენია, მაგრამ მე რატო მომწონს და რატო არ შეიძლება რომ ვიცოდე რაზე ლაპარაკობს ეს ტიპი თქო და ეგ პერიოდია ზუსტად რომ ეგ ბუმია ჩემთვის ინფორმაციის სხვა არტისტების ტექსტებს ვკითხულობ და მეთქი თურმე რამხელა რაღაც არის რა რეპი მარტო ის არ ყოფილა და ამ დროს მოდის ჩემ ცხოვრებაში ერთი ტიპი მეუბნება რომ ნახეო Eminem-აო ახალი მუსიკა გამოუშაო ბჭო ახალ წელს აგინებსო სად კაცო მეთქი ახალ წელს სად აგინებს მეთქი და Eminem ამბობს ეს რაღაცას Like a fuck you for Christmas, this gift is a curse. Barrier, like a fuck you for Christmas, this gift is a curse. Fuck you for cursing არის და Christmas-ზე gifts იღებ და gift-ი, კაროჩე რა, უმარტივესი სქემა, რომელიც ლამაზ არ ვიცი, გამოიყენა კაროჩე ტიპმა რა, ბარი გააძრო. და ამან გაიგო ის მარტო რომ fuck you და Christmas. დედო მაგის ჯო ახალ წელს რაფერ შეაგინაო. მართლა დამაინტერესა რა, სახლში წავედი მოусმინო, მეთქვი, ცუდად გვაქვს საქმე. და დღემდე ამ ცუდად გვაქვს საქმეში ვართ. კიდევ ერთი ანალოგია რომ თუ რაღაც მოვიყვანო, აი რეპი რო ყოფილიყო სკოლაში გაკვეთილი, ქართველი მსმენელები და საერთოდ ქართველი არტისტებიც სახლში რომ ვიდოდნენ, დედამისს ეტყოდნენ რომ და რეპში დღეს იგივე დაგვიტოვეს, იმიტომ რომ ამ ტიპებს არ ბეზრდებათ რა, ერთ და იგივეს მოსმენა და ერთ და იგივეს კეთება სულ. მოდი დღეს მივყვეთ Eminem-ის დისკოგრაფიას დასაწყისიდან დღევანდელობამდე და ჩემ რაღაც ფავორიტ
ვერსებს ამოვჭრი, წავიკითხავ და ვეცდები აქცენტი გავაკეთო იმაზე, თუ რა ტიპის ტექნიკას ხმარობს აქ, როგორ ტეხავს სიტყვებს, სად ახტება რაღაცებს, როგორ იყენებს პაუზებს, მაგალითად. ვაუ. და საერთო ჯამში აქედან გამომდინარე მივხვდებით იმას, თუ როგორ მოხდა ადამიანის ევოლუციაც მუსიკაში, ემინემის სახით და როგორ შეიძლება შენ თუ მაგალითად არტისტი ხარ, ან უბრალოდ მსმენელი ხარ, როგორ შეიძლება მოხდეს შენი ყურის ევოლუციაც, იმიტომ რომ თუ ეგ არ მოხდება, ვერც პროდუქტიულად მოусმენ მუსიკას, მესმის შეიძლება სირზე კიდია ეგ და შეიძლება გათიშოს ეს ვიდეო არა ეგ შენთვის მნიშვნელოვანი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უნდათ, რომ თავიანთი ფენგეიმი უფრო მაღალ ლეველზე აიყვანონ და მოდი პირველად დავიწყოთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტრეკიდან, ემინემის ძველი ალბომიდან, Slim Shady LP-დან, სადაც როისთან ერთად Bad Meets Evil-ის ტრეკზე ხდება ესეთი რაღაც რა. თან როისი იწყებს, თან მე ემინემი შემოდის და აგრძელებს. He's evil and I'm bad like Steve Seagal. Above the law cause I don't agree with police either. Shit, me neither. We need to be legal. So please leave me with the keys to the Jeep Eagle. I breathe ether in three little... Jesus. I breathe ether in three lethal amounts when I stab myself in the knee with the diseased needle. ეზე აქვს აქცენტები ადრე Jay-Z-ს ქონდა კიდე ფუშათისთან გაკეთებული, ეზე როდესაც ქონდა აქცენტი გაკეთებული და ანუ თავიდანვე რა He's evil and I'm bad like Steve Seagal above the law cause I don't agree with police either. Shit, me neither. We eager to be legal. So please leave me with these keys to your Jeep Eagle. I breathe ether in three lethal amounts when I stab myself in the knee with a diseased needle. თავიდან ესე მარტივად ხდებოდა ემინემის ესე ვთქვათ მახინაციები ტრეკზე. არ ქონდა რაღაც განსაკუთრებული double time flow-ები და რაღაცებს არ აყრიდა რა. ესეთი უმარტივესი რაღაცებით აკეთებდა ჰიტებს. შემდეგი მაგალითი არის ტრეკის სახელად Criminal, სადაც ესეთი რაღაც ხდება. Preacher, preacher, fifth grade teacher, you can't reach me, my mom can't neither, you can't teach me a goddamn thing cause I watch TV and Comcast cable, you ain't able to stop these thoughts, you can't stop me from topping these charts, and you can't stop me from dropping each March with a brand new CD for these fucking retards, and to think it's just little on me, Mr. Don't give a fuck, still won't live. და აქ უკვე განსხვავებული ტაქტიკა. ემინემი ძალიან კარგად იყენებს სიტყვაზე აქცენტის გაკეთების ტექნიკას. მაგალითად და ეს არის კიდე ალბათ ყველაზე მარტივი ვარიაცია შენმა ყურმა როგორ შეიძლება აღიქვას რითმა და როგორ დაიყოს ლაინები, თითო რაღაც ერთი ლაინი ან ორი ბარი როგორ დაიყოს და როგორ დაამთხვიო ერთმანეთს, ისე რომ აი ეგრე გამოითქმოს რა და ან ნებისმიერი სხვა ჟღერადობა უბრალოდ აი ამ დან ით, იმიტომ რომ ყველა სიტყვა ხო არ შეიძლება ერთმანეთს გავდეს. და ამიტომ ბევრად მარტივი არის რომ დან რაღაც ეგრე დასვა, მაგალითად თავში როდესაც ბიტს უსმენ, ეგრე დაასვა და მე დაჯდე და აი იგივე ჟღერადობის სიტყვები მოიძიო, დრო გამოუყო ამ ყველაფერს, მაგალითად 1 2 4 10 საათი დაჯდე და რაღაც დაწერო რა. ხო და აქაც ეგრეა. Preacher, preacher, fifth grade teacher, you can't teach me, my mom can't neither. ეს ამიყვება და ეს იმდენად საინტერესო იყო მაშინ, არავინ არ შეუდა ჩემი აზრით ამას. ადრე სხვა ტიპები დაახლოებით ამ რაღაცას აკეთებდნენ, მაგრამ ემინემი იყო, რომელმაც იმენა აი ხორცი შეასხა ამ ყველაფერს. რა აქამდე სკელეტონი დადიოდა და ეხა კლიენტი გაიჩიდა. რაღაცნაირად სიტყვებზეც დახტის პატარა პაუზები აქვს, რომ you can't teach me a goddamn thing cause I watch TV and Comcast cable. Thing და cause გადმოდის, ანუ thing-ის მერე გადმოდის ქვევით ერთი სიტყვით და იმ ლაინშივე ამბობს you can't teach me a goddamn thing cause I watch TV and Comcast cable, you ain't able და ეგრე სტრანაცვლიდა რა ტიპი რომ ხო Comcast cable-ის ქვევით მოდის you ain't able და მერე მოდის stop these thoughts, top these charts და ტიპი ახერხებს რომ როგორღაც ყოველთვის აი ამ ბოლო ლაინებიდან ან ბოლო სიტყვას გაურითმოს, ან ბოლო სიტყვას შემდეგი ლაინის პირველი სიტყვა მიუმატოს და შემდეგ გააგრძელოს ქვედა ლაინი. ან კიდევ ერთი ვარიაცია ის არის, რომ
ბოლო ორი სიტყვა აიღოს, ეს ორი სიტყვა გარითმოს შემდეგ ორ სიტყვასთან და მაგის შემდეგ რაც წამოვა, არ ერითმებოდეს ზედა დასასრულს, მაგრამ შემდეგი ლაინის დასასრულს გაერითმოს და ახალ რითმაზე გადაიყვანოს. აი ტრეკზე business მაგალითად ტიპი პროსტა იმით кайფობს, რომ orange-ს ურითმავს რაღაცას. და რადგანაც ამერიკელებს ქონდათ ეგ დოგმა დადებული, ტაბუ დადებული იყო ვაფშე და ეგ სიტყვა რა, orange-ს არაფერ orange ეგრე გამოთქვამენ, რომ orange you can run some with orange. ხო და რეალურად ხო orange არის და არა orange. ეგ სლენგური გამოთქმა orange, porridge, sorange, 4-inch, door hinge. ძალიან ბევრი რაღაცაა რა და რომელიღაც ვიდეოში ემინემი კიდე ბაზრობდა, რომ არა აუცილებელი რომ orange რაღაცა ერთ სიტყვასთან ერითმებოდეს. შეიძლება გარითმო ორ სიტყვასთან ან სამ სიტყვაში რომელიღაც სიტყვების თანამხლებობით თუ როგორ აქვს არ ვიცი, მაგრამ აი სამი სიტყვიდან მაგალითად შუა სიტყვა და პირველი და ბოლო სიტყვის დაბოლოება და დასაწყისი რომ შეკრა იმ შუა სიტყვასთან ერთად შეიძლება ეგ გაირითმოს orange-თან. შეიძლება რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ნუ ეგრე არა, სამი სიტყვა რო აიღო და შუა რო დააკავშირო პირველის დაბოლოებასთან, რამდენიმე ასოთი და შემდეგი სიტყვის დასაწყისთან და გამოვიდეს შუა სიტყვას მიმატებული 4 ან 5 ან 6 ასო და როგორღაც ჟღერადობით შუანა დაემთხვეს იმ orange-ს. და რას ბაზრობს ემინემი, რომ set to blow college dorm room doors off the hinges, oranges, peach pears, plums, syringes, ring, here come I'm inches away from the короче, ანუ syringes, I'm inches, door hinges. კიდე გეკაიფება ასეთი რაღაცები ტიპი, რომ ნახე მე შემიძლია ამის გაკეთება. შეიძლება შენმა საყვარელმა რეპერმა აქამდე ვერ განახარო შესაძლებელი იყო, მაგრამ მე შემიძლია. მოდი გადავიდეთ რამდენიმე წლით წინ Rain Man-ის ტრეკზე, სადაც კიდევ ერთხელ შევხვდებით იმას, რომ ლაინის ბოლოს სიტყვა როცა არის დასასრული მაგალითად offensive შეიძლება შემდეგი ლაინი თუ იწყება if-ით, ეს if-ი წამოიღოს და ამას მიამატოს, რომ offensive ან რაღაც ეგეთი ახალი სიტყვა შექმნას, რომ შემდეგთან გაირითმოს, ან წინასთან და შემდეგთან ორივესთან გაირითმოს. ეგ არის ემინემის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკა, აი სიტყვებს რო ტეხავს, ან სიტყვას რო ამატებს ქვევიდან მოტეხილ რაღაც ერთ პატარა სიტყვას რა. და ამის მაგალითია თუნდაც ეს, რომ you find me offensive, I find you offensive for finding me offensive. Hence, if I should draw a line on any fences, if so, to what extent if sambos. Hence, if I should draw a line on any fences, if so, to what extent if any should I go, cause this getting expensive, being on the other side of the courtroom on the defensive. They say I cause extensive psychological nerve damage to the brain when I go to lengths this far at other people's expenses. I say you're all just too goddamn sensitive. It's censorship and it's downright blasphemous. ეხავს ტიპი ანუ რაღაც ეგეთ მასაკეთებს რა მანევრებს. And it's downright blasphemous. Let's end this shit now cause I won't stand for this. And Christopher Reeves won't sit for this neither. And let's clear this up too, I ain't got no beef with him either. He used to be like a hero to me, I even believe I had one of those 25-cent stickers on my refrigerator right next to Darth Vader. And Darth must have put a hex on it for later. კაიფობს რა, ემინემის მთელი მუღამი ხო ეგ იყო რომ ტიპი კაიფობდა ტექსტითაც, შინაარსითაც კაიფობდა და შენც გეკაიფებოდა ამავდროულად. და პისტეც ისა რომ გეკაიფებოდა ისე რომ ამდენი წლის განმავლობაში თუ არ დააკვირდებოდი როგორ ტეხავდა სიტყვებს, ანუ როგორ გპარავდა ტიპი ლაპარაკისას, ან თუ სიმღერისას, თუ რეპისას, სიტყვებს როგორ გპარავდა, ვერასდროს ვერც მიხვდებოდი იმას, რომ ქვედა ლაინიდან იყო ერთი რაღაც წამოღებული და ამის კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი გვექნება ამის შემდეგ თუ იმის შემდეგ ტრეკზე. მივალთ მაგასთანაც. კიდევ ერთი ჩაჭერა ტრეკი, რომელსაც ქვია 3am და აქ უბრალოდ რაც ხდება თან წავიკითხავ და მე თავიდან გადავუვლი აი თან ეგეთი ტექნიკით. Then I reach for the Halloween lanolin, boss all over the wall paneling, dismantling every candle on top of the fireplace mantling, grab my flannel and my bandana then
Kiss the naked man again. You can see him standing in front of a window if you look in. I'm just a hooligan who's used to using hallucinogens, causing illusions again. Brain contusions again, cutting and bruising the skin. Razors, scissors, and pins. Jesus, when does it end? Phases that I go through, days that I'm so confused, days that I don't know who. ავადმყოფურია უბრალოდ რას საკეთებს. Jesus ხო შეგიძლია თქვა ჩვეულებრივად, მაგრამ არა, აქაც кайფობს ტიპი იმითი, რომ რადგან razors თქვა და მაგის შემდეგ phases მოდის ან dazed, ამიტომ Jesus ვერ იქნებოდა. Phases და Jesus ვერ იქნებოდა, ამიტომ Jesus და შენ ხო ხვდები რეალურად რასაც ამბობს, რომ Jesus ან Jesus იქნება. მაგრამ ანუ ზუსტად მაგით кайფობს, რომ შენ ხო მაინც მიხვდები და ამიტომ მე ჩემებურად გამოვთქვა ამას. ქართულ ენაში გასაგებია, რომ ესეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება არ იყოს მიღებული. თუმცა კუთხური დამწერლობა ან კუთხური აქცენტი ხო ეგაა რეალურად, რომ რაღაც სიტყვებს მაგალითად ვამბობთ არასწორად. და ეგ ოკეია. აი, რამდენიმე დღის წინ გავიგე ბეთლზე ჭიდავი. გავიგე რა, ანუ ხო ვიცოდი რომ ჭიდავი ანუ ჭიდაობა არის, ჭიდავი, მაგრამ სადღაც ამბობენ ჭიდავს და სადღაც ამბობენ ჭიდაობას. თუმცა ორივე მაინც ტვინისთვის გასაგებია, ისევე როგორც ბანავი და ბანაობა. და ვაფშე აქ რასაც აკეთებს, რომ then I reach for the Elohim lanolin. ეგეც ერთ სიტყვად გამოითქმის თითქოს Elohim lanolin. Bust all over the wall paneling, dismantling every candle on top of the fireplace, mantling. Grab my flannel and my bandana, then kiss the naked man again. You can see him standing in my front window if you look in. I'm just a hooligan who's used to using hallucinogens, causing illusions again. Brain contusions. ზუსტად ამიტომ ვიძახი, რომ წაკითხვა კიდევ უფრო პიზდეცი რაღაც არის, ვიდრე უბრალოდ მოусმენო და თქვა, რომ რა კარგად ჟღერს. შემდეგი ტრეკი არის Stay Wide Awake, სადაც მე მგონია, რომ რაღაც მომენტებში გამიჭირდება წაკითხვა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ყურში ზის ეს ყველაფერი და ტექსტსაც ვკითხულობ, ტექსტს ვხედავ უბრალოდ. მაინც ვერ ხვდები ზოგჯერ სად აკეთებს პაუზას და სად ტეხავს. და ეგ ცოტა ნერვების მომშლელია, იმიტომ რომ ბევრჯერ ვცადე. FIFA 4 farm. I think I smell the scent of a placenta. I enter Central Park is dark and it's winter in December. I see my target, put my car in park and approach a tender. Young girl by the name of Brenda and I pretend to befriend her. Sit down beside her like a spider. Hi there girl, you might have heard of me before. See whore, you the kind of girl that I'd assault and rape and then figure out what not to make your pussy wider. Fuck you with an umbrella. Then open it up while shit's inside. I'm the kind of guy that's mild, but I might flip and I get a little bit wilder. If pregnant, let's be in, yeah, now let's see her have triplets and I'll the now let's see have her triplets and I'll the disintegrate them babies. Disintegrate dashalati my I'll the wilder. Wilder. And I'll the disintegrate them babies as soon as they're out her with for mild. Hide inside now, girl, you can try hide and you can try to scream louder. Es არის ერთ-ერთი აბსურდული line, იმიტომ რომ გასაგებია, კაი, დაშალე ხო? Then I'll the disintegrate them babies as soon as they're out her with for mild hide. ტიპმა ისევ გაყო შუაში და წლების მანძილზე ვერც ხვდებოდი რას ამბობდა, მეთქი რაღაც ალბათ არ ვიცი, რაღაც დროს გავიგებ თქო მაგ სიტყვას და პროსტა გავატარებდი რა. და თურმე formaldehyde ერთი სიტყვა რაც არის, ამას შლის formalda, რაც ალბათ ისევ არასწორი გამოთქმა, მაგრამ formalda და მე ხო გრჩება hide and cyanide და მე ქვევით არის try and hide and side და try and hide ეგ რო გაერითმა და ამავდროულად ზევით რასაც ამბობს რომ then I'll the formalda ეგ გაურითმა ერთმანეთს და ქვევით hide and cyanide რითაც გრძელდება ეგ გაერითმა try and hide თან ჩემთვის საოცრება ეგეთი რაღაც გაკეთება. იმიტომ რომ მეორე ადამიანი არ მახსენდება, რომელიც მსგავს რაღაცას აკეთებს, რომ აი ტიპი ნახა, I'm the kind of guy that's mild, but I might flip and
get a little bit wilder. Impregnate a lesbian, yeah. Now let's see, have her triplets and ilder. Syndicate them babies as soon as out her with for milder. Hide inside that girl, you can try and hide and you can try to scream louder. და მაგის შემდეგ ვერსში კიდე ეგეთი რაღაც ხდება, რომ so dark and so cold, my friends don't know this other side of me. There's a monster inside of me, it's quite ugly and it frightens me. But they can see what I can see, there's vacancy in my tummy. It's making me play hide and seek like Jason, I'm so hungry. She's naked, see no privacy, but I can see she wants me. So patience, I try to be, but gee, why does she taunt me? Teli ეს სქემა არის აგებული იმაზე, რომ Dun 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 აბსურდია რა, просто ტიპი როგორ кайფობს. But they can see what I can see, there's vacancy in my tummy. It's making me play hide and seek like Jason, I'm so hungry. She's naked, see no privacy, but I can see she wants me. So patience, I try to be, but gee, why does she haunt me? ეგ 4 ლაინი არის იმენა ერთი და იგივე რაღაცა. აი დუმს რო აქვს ნათქვამი მაგალითად როგორა Jesus. Top speeding maybe fella took the loaded raw gear, stop feeding baby color sugar coated lower squares. დუმი კიდე უფრო განსხვავებულ სიტყვებს ხმარობს და აქცენტებს იმდენად არიყენებს ემინემი და ეგრე აკეთებს და დუმი მაგიტომ მევასება კიდე ძალიან რომ ეგრე ძალიან არ ცდილობდა თითქოს effortless აკეთებდა ამას რა ორგანული იყო მისთვის ეგ რომ top speeding maybe fella took the loaded raw gear, stop feeding baby color sugar coated lower squares. The all peer squeeze and God fears even when it's rotten we got into the hard years. ეგ გარჩ ორივე ცალკეულად გენიოსები არიან წერის მხრივ. ისე შეიძლება ავადმყოფებიც არიან, თუმცა ნუ და დასაწყისში რაც აკეთებდა stay wide awake-ში. 354 form. I think I smell the center for percenter. მსგავსი მარცვლების გამოყენება კიდე ემინემისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სკილი, იმიტომ რომ ეგ უტრიალებს ტიპს თავში რა, მარცვლებით ფიქრობს. და ნუ crooked eyes-თან ეხლა უკვე King Crooked-თან რო იყო ინტერვიუში, მანდაც მაგას ბაზრობდნენ ტიპები, რომ syllables სადღაც ვიდეოდებს მთელი ამ ინტერვიუდან, რომ 57 ჯერ თუ რაღაცა ჯერ ნახსენები ეგ syllables და მარტო ეგ გადაჭრი, რომ syllables და აქაც ეგეთი რაღაც ხდება, რომ I think I smell the center for percenter. Central Park, it's dark and it's winter in December. და ამას იმდენად Tesla ამბობს, Central Park, it's dark, it's winter in December. არ ვიცი მარტო ჩემ კურს ესმის ეგ რომ თითქოს რაღაც დაჩოპილია, მოდი stay wide awake-ს მოусმინეთ და ეცადეთ რომ გაიგოთ რას ბაზრობს ტიპი რა. ან თუ არ გაიგებთ რას ბაზრობს, იმას მაინც ეცადეთ მოისმინოთ როგორ რითმავს სიტყვებს ერთმანეთთან. გადავიდეთ შემდეგ ტრეკზე, იმიტომ რომ კიდევ 2 ტრეკი დაგვრჩა და ძალიან რო არ გაიწევს ეს ვიდეო. ეს 2 ტრეკი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ემინემისთვის, რა თქმა უნდა, და ჩემთვისაც, იმიტომ რომ ეს არის ტიპის ევოლუციის პიკი უკვე. ამის იქით უბრალოდ რა უნდა გააკეთოს ვერ ხვდები. Rhyme and Reason-ში ხდება ესეთი რაღაც. A Jedi in training, colossal braining, thoughts are entertaining, but docile and impossible to explaining. I'm also vain and probably found a way to complain about a Picasso painting. Guy, მოდი ნელ წავიკითხოთ. A Jedi in training, colossal braining, thoughts are entertaining, but docile and impossible to explaining. I'm also vain and probably find a way to complain about a Picasso painting. Thomas Ambobs, a Jedi in training, colossal braining, thoughts are entertaining, but docile and impossible to explaining. I'm also vain and probably find a way to complain about a Picasso painting. და ჩქარა რო გესმის ეს ყველაფერი, ტიპი უბრალოდ რაღაცას არ ვიცი, ტენის ყურში, სპეციალურად ტენის ყურში რა რაღაცებს. A Jedi in training, colossal braining, thoughts are entertaining, but docile and impossible to explaining. Docile, impossible, colossal. ესენი ხო შიგნით ერთმანეთთან ირთმება და minds braining, entertaining, explaining. I'm also vain and და vain ქვევით veis-თან კიდე ირთმება and probably find a way to complain about a Picasso painting. და ისევ paintings ურითმავს იმ რაღაცას entertaining-ს და colossal brains და explaining. არ ვიცი უბრალოდ ეს ხო რაღაც დიაგნოზი უნდა იყოს მედიცინაში.
რომ ტიპი აშკარად ჯანსაღად ვერა არა. რანაირად აკეთებს ამათ, ან როგორ შეუძლია რომ ეს რაღაცა a Jedi in training, colossal braining, thoughts are entertaining, but docile and impossible to explain it. I'm also vain, probably find a way to complain about a Picasso painting. სასიცხროა, აი სულ შემიძლია უსმინო. და მაგის მერე კიდე აკეთებს რაღაც პატარა პაუზას, რომ I'm the epitome of the prime example of what happens when the power of the rhyme falls into the wrong hands and makes you want to get up and start dancing, even if it is Charles Manson, who happens to be rapping in blue lights flashing, leaping all the way up to the bank, limping in my Kmart mansion. I'm in the style department with a pile in my cart, ripping the aisle apart and akats ripping the aisle apart and რაღაც ეგეთ ხმას უკეთებს. არა და არაფერი არ წერია ბოლოში, უბრალოდ department. I'm in the style departments, ripping the aisle apart and რაღაცნაირად ეგრე ამთავრებს, რომ apartments გაურითმოს quote aisle apart. With great power comes absolutely no responsibility for context, completely despondent, the condescending, the king of the nonsense, the controversy is on a beat killing spring, your honor, I must plead guilty. Так მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტიპი უბრალოდ რეპავს და ამ რეპის დროს აკეთებს ეს რაღაცებს, რომ ჩერდება რა პაუზებს. I'm the epitome of the prime example of what happens when the power of the rhyme falls into the wrong hands and makes you want to get up and start dancing, even if it is Charles Manson. კიდე რა არის πιστეც იცი, რომ ტიპებს ტექსტი ყველგან უწერიათ ასე, როგორც ახლა მე ვკითხულობ. დიდი ალბათობით სადღაც აქ ჩანს ეს ტექსტი და ნახე რა ხდება. Kmart mentionisგან რა. I'm in a style department with a pile in my cart, ripping an aisle apartment. With great power comes absolutely no responsibility for context, completely despondent, condescending. The king of the nonsense and controversy is on a beat killing spring, your honor. I must plead guilty because I spark revolution, rebel without a cause who caused the revolution to rap and take it to the next level, boosted. წინადადებას ტიპი რამდენიმე ნაწილად ყოფს, ტეხავს, პაუზებს აკეთებს. იმის გამო, რომ როგორღაც ქვედა ლაინებთან გაირითმოს და ყურსაც ამავდროულად სასიამოვნოდ მოხვდეს. ეგ ხო ალბათ ამის იქით უბრალოდ რა უნდა გააკეთო? შემდეგ ვერსში მიხვდებით, მაგრამ აი სხვა რეპერებისთვის მაგალითად ვიღაცას რომ უნდა რეპერი იყოს და იძახის რომ Eminem არის ჩემი ინსპირაცია. ეგ მიტეხავს ძალიან. ტიპები მაგალითად რომ ამბობენ რომ ჩემი ინსპირაცია არის Eminem-ი და მე მის ტრეკს ჩართავ და გესმის ეგეთი რაღაც რომ თუ მე გზაზე გამოვედი დაგინახავ შენ და თუ მტერი ხარ მე არ შეგაქცევ მკერდს დაგანახებ ზურგს და მე მოგიკლავ ქურდს ანუ აბსურდია უბრალოდ რა ტიპები რასაც ბაზრობენ და იძახიან მე რომ ინსპირაცია ამიღე Eminem რანაირად კაცო ანუ როგორ აიღე Eminem-ისგან ინსპირაცია რა არის ინსპირაცია თმები შეიხებე თუ სოლი გალახე თუ რა არის ინსპირაცია რა ეგ სერიოზულად მაფიქრებს თუ იძახი რომ ამისგან ინსპირაცია აიღე მაშინ თქვი მისი რომელი ვერსიისგან აიღე რომ დაიბადა თუ სკოლაში რომ რაღაცას რეპავდა თუ 8 Mile მაშინ რა ქვია ფილმში რომ რაღაცებს ბეთლაობს ეგ არის ინსპირაცია იმიტომ რომ ეს აშკარად არ არის ინსპირაცია რა არავის არ უცდია საქართველოში ალბათ ყველაზე ახლოს ვინც მოდის სიტყვებთან რაღაც თამაშთან ისიც ენემია არავინ არ ცდილობს რომ ეს გააკეთოს და იქნებ მარტივია ეხლა მე რეპერი არ ვარ და მე თუ მიჩნდება სურვილი რომ ესეთი რაღაცები გავაკეთო ტიპი რომ იძახი რომ რეპერი ვარ და ჩემი ცხოვრებაა და ჩეინი გაქვს და ესეთი კლიენტი ხარ ადექი ძმა და რაღაცა ცოტა ზარ ვიცი რას ნიშნავს გადავიდეთ საბოლოო ტრეკზე თორე აი უსასრულოდ გაგრძელდება ეს რაღაც Eminem-ის კამიკაძეს ალბომში The Ringer პირველი ტრეკი თუ სწორად მახსოვს მონოტონური ტრეკია თან დან 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 რაღაც ეგეთი ინსტრუმენტალი ჩდება და მომენტებში მოდის რაღაცები რომ გაგრძნობინოს ცლად რო არაფერი არ ხდება მაგრამ ანიმირებას ამ ტრეკს უკეთებს რეალურად Eminem-ი დასაწყისიდანვე რა აქ აკეთებს როგორ რაღაცებს იცი თუ ლირიკული აკრობატიკის მაგალითი უნდა მოვიყვანო ეს ერთ-ერთი მაგალითია იმიტომ რომ ტიპი არაფერ ბიტზე უბრალოდ აი ეს რაღაცებს აკეთებს დახტი სულ რაღაცა განსხვავებულს ჩალიჩობს იქ ფლოუ შეიცვლის ფლოუში პაუზებს აკეთებს ნუ უკვე ვახსენეთ რომ სიტყვებს ტეხავს
ახმარს სიტყვებს და უყურე. Ჩვეულებრივად რო წაიკითხო, yeah, let me explain. That's how to make greatness straight out the gate. I'm about to break it down. Ain't no mistakes allowed. But make no mistake, I'm about to rape the alphabet. I might raise some brows. მაინც რითმება რაღაცები, მაგრამ ტიპი ნახე რას აკეთებს. Let me explain. That's how to make greatness straight out the gate. I'm about to break it down. Make no mistakes allowed to make no mistake. I'm about to rape the alphabet. I might raise some brows. War on some range to purchase soon. კიდევ ერთხელ საბოლოოდ წავიკითხოთ რა. Let me explain. This how to make greatness straight out the gate. I'm about to break it down. Make no mistakes allowed to make no mistake. I'm about to rape the alphabet. I might rape some brows. If I press the issue just to get the anger out. Full magazine could take staples out savage, but I ain't thinking about no bait. Can count, but bitch, I'm off the chain like K. LeBron. To rape the alphabet, I'm magis made on. I might rate some brows. ეგარა. ამას აკეთებს ტიპი. და ამას აკეთებს სიტყვებით. ბიტზე ზის. კარგად ჟღერს. Absurd. Absurd. It's absurd, bro. მაგის მერე კიდე ახალი ტიპის სქემა არ ქვია. კიდე ახალი ტიპის რითმა იწყება. But last week an ex-fan mailed me a copy of the mall, this LP, and tell me to study. It'll help me get back to myself and she loved me. Ooh. I mailed the bitch back and said if I did that, I'd just be like everyone else in the fucking industry, especially since effing recovery clone of me. But sick of man. მაგის მერე ეგ ხდება, უბრალოდ აქ არ მიწერია. და აქ რაც ხდება, რომ last week and next fan and then I come in and then Amel the beach back is any from the შეიძლება მე ვარ კაცო, ალბათ ყოფილი რომ ამ ყველაფრით кайფობ. მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია. ეს ხომ საოცრებაა. აქ დიდი ალბათობით ამას მე ვერ წავიკითხავ ისე როგორც Eminem კითხულობს. თუმცა საინტერესოა რა. I'm about to bring it to anyone in this bitch who want it. I guess you when you walk in a BK you expect a Whopper. აქაც ძალიან სწრაფად ამბობს. You can order a quarter pounder when you go to McDonald's. But if you're looking to get a porterhouse, you better go get Revival. და იმდენად სტრანად ეწყობა მარცვლები აქ. You can order quarter house when you go to McDonald's, but if you're looking to get a porterhouse, you better go get Revival. პერო ამბობ, აბსურდია. You can order a quarter pounder when you go to McDonald's, but if you're looking to get a porterhouse, you better go get Revival. Wow. But you're acting like I never saw you up a slaughter. Maybe the vocal should have been ordered when you would have bought it. აკაც იგივე ხდება რა. ზევით ხო кайფობდა იმითი რომ you can order a quarter pounder when you go to McDonald's, and if you're looking to get a porterhouse, you better go to Revival. ამას აკეთებს და მე ქვევით. Maybe the vocal should have been ordered when you would have bought it. ახალი ტელეფონი მჭირდება. Zoomer მაკრე. დამასპონსოროს. ღმერთო, გავოფლიანდი, იმიტომ რომ სისულელე ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებ. ამის კეთება რომ მიწევს ზოგჯერ ჩემ თავში მეპარება ეჭვი რომ ბიჭო იქნებ რაღაც მომენტში ცხოვრებაში ფეხი აგიცდა და ავადმყოფი ხარ ახლა რა. მაგრამ ხო გავწიცდი. გამიხარდება თუ თქვენს რაღაც საინტერესო მომენტ ან ტექსტს ან რაღაცას ამ დაწერთ კომენტარებში რა რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან იქნებ ტრეკის სახელი ჩააგდოთ და იმ ტრეკს მოვუსმენ და ტრეკის და რაღაც წუთი. იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს მე შეიძლება რაღაცები გამოვჩა, რასაც ყურადღება ვერ მივაქციე და სხვისმა ყურმა და სხვისმა ტვინმა ბევრად უფრო საინტერესო აღიქვა. მეც უკვე გადავიწყდა, ბევრად საინტერესო აღიქვა. ვიდრე ჩემმა. სულ ეს იყო ჩანგურიებო, გვაჯაჯიებო, ბაბელ მანდელებო, ბებერ ჩანგუზიებო. ეს ახალი ვარიაციები გვაქვს, ან ხოლმე ჩანგურია აღარ მოგწონს უკვე რა. არა, აღარ როგორ შეიძლება რომ ჩანგური არ მოგწონდეს.
უბრალოდ აი არსებობენ კიდე ვარიაციები რა არა ჩვენიანები ვიღაც ხვები ისმის ცუდი კლიენტები რომ არიან ეგენიან ბებერჩუჩექსებია სანამ საბოლოოდ დამილპება ტვინი მე მგონი დროა რომ ეს ვიდეო შევწყვიტო ვიცი რომ ეგრე ხშირად ვეღარ ვდებ ვიდეოებს მან როგორც ვახერხებ ეგრე ვახერხებ paper chicks bro PC